მოგესალმებით. ამ ქიმიის ვიდეოების ციკლს ჩვენ ვიწყებთ გლიკოლიზით. გლიკოლიზი არის პირველი რეაქცია და წყება, ასე ვთქვათ, ერთობლივება, საიდანაც ჩვენ საშუალება გვაქვს, რომ გლუკოზის მოლეკულა დავშალოთ და მისგან მივიღოთ გარკვეული რაოდენობით ენერგია. ამიტომ ჩვენ ამ წყებას რეაქციათა წყებას ვიწყებთ თვითონ გლუკოზით. ინგლისურად დავწერთ. მაგრამ საქმე ის არის, რომ როდესაც გლუკოზაზე გვინდა ზემოქმედება, ჩვენ აუცილებლად უნდა გავაკეთოთ გლუკოზის მოლეკულის აქტივაცია. ან უფრო სხვანაირად რომ ვთქვათ, გლუკოზა უნდა ჩავკეთოთ კონკრეტულ გარემოში, ისე რომ მისი ტრანსპორტირება არ შეიძლებოდეს მემბრანათა გადასწორებით. და როგორ ხდება ეს გლუკოზის აქტივაცია? მასზე ფოსფატის იონის დამატებით. ანუ გლუკოზაზე ჩვენ უნდა დავუმატოთ ფოსფატი. ანუ გლუკოზა არის მონოსაქარიდი, ან უმარტივესი ტიპის შაქარი, რომელზეც ჩვენ უნდა დავუმატოთ ახლა ფოსფატი და გლუკოზის მოლეკულა შეიცავს 6 ნახშირბადის 6 ატომს. ამიტომ ჩვენ მე-6 ნახშირბადზე ახლა დავუმატებთ ფოსფატს და გლუკოზა გახდება გლუკოზა 6 ფოსფატი. ზოგადად დავამახსოვროთ, როგორ უნდა დავამახსოვროთ ახლა რომელი ფერმენტი აკეთებს ამ პროცესს. დავამახსოვროთ ერთი რამ. ფერმენტი ეს უმეტეს შემთხვევაში ასე ხდება, თუმცა გამონაკლისებსაც ვახსენებთ, რომ ფერმენტი, რომელიც აკეთებს გლუკოზაზე ფოსფატის დამატებას და ზოგადად ფერმენტი, რომელიც აკეთებს ნებისმიერ მოლეკულაზე ფოსფატის იონის დამატებას, ასეთ ფერმენტს ეწოდება კინაზა. ანუ იმ შემთხვევაში თუ კი კინაზა გლუკოზაზე მოქმედებს, მას უნდა ერქვას გლუკოკინაზა. შესაბამისად, ფერმენტი, რომელიც ამ საქმეს გააკეთებს, ანუ გლუკოზას განაქმნის გლუკოზა 6 ფოსფატად, უნდა იყოს გლუკოკინაზა. ხოლო აქ ჩვენ გვაქვს მეორე ფერმენტიც და მეორე ფერმენტს ეწოდება ჰექსოკინაზა. რას ნიშნავს ჰექსოკინაზა? ჰექსო ზოგადად ნიშნავს 6 და ანუ ეს არის ფერმენტი, რომელიც მოქმედებს 6 ნახშირბადიან შაქრებს. ანუ შეიძლება რომ იმანი მოქმედოს როგორც გლუკოზაზე, ასევე მან შეიძლება რომ მოქმედოს ფრუქტოზაზე, მაგალითად, იმიტომ რომ გლუკოზას და ფრუქტოზას 6 ნახშირბადის ატომს შეიცავს. შესაბამისად, ჰექსოკინაზამაც ისევე შეიძლება იმოქმედოს გლუკოზაზე, როგორც გლუკოკინაზა. განსხვავება არის ის, რომ ჰექსოკინაზა ჩვენ გვაქვს ქსოვილთა უმეტესობაში, ხოლო გლუკოკინაზა უმეტესად უპირატესად გლუკოკინაზას არსებობა გვაქვს ღვიძლში. გავარჯიებულად რომ ვთქვათ. ახლა რას ნიშნავს გლუკოზა 6 ფოსფატი? 6 ფოსფატი ნიშნავს, რომ აი 6 რიცხვი 6 მიუთითებს მერამდენე ნახშირბადის ატომზე იმატება ფოსფატი. ამ შემთხვევაში მე-6 ნახშირბადის ატომზე იმატება ფოსფატი, ამიტომაც ჩვენ მას ვუწოდებთ გლუკოზა 6 ფოსფატს. ახლა რა არის შემდეგი საფეხური? შემდეგი საფეხური არის ის, რომ ჩვენ გლუკოზა 6 ფოსფატი უნდა გავხმაროთ ფრუქტოზა 6 და როგორც უკვე ვახსენეთ, გლუკოზაც და ფრუქტოზაც 6 ნახშირბადიანი მოლეკულები არიან და ისინი არიან ერთმანეთის იზომერები. ანუ ამ შემთხვევაში ჩვენ ორივეს 6 ნახშირბადი აქვს, მაგრამ მოლეკულურად განსხვავებული. უმარტივესად რომ ვთქვათ ეს ყველაფერი. ანუ ერთი იზომერიდან ჩვენ გადავხართ მეორე იზომერში. ანუ რას ნიშნავს ეს? რომელი ენზიმი დაგჭირდება? ენზიმი, რომელიც ერთ იზომერს გადაქმნის მეორე, ფერმენტი, რომელიც ერთ იზომერს მეორე იზომერად გადაქმნის, მას უნდა ერქვას იზომერაზა. გავაგრძელოთ. რა ხდება შემდეგ? შემდეგი ეტაპი როგორ არის? ფრუქტოზა 6 ფოსფატს კიდევ ერთი ფოსფატი უნდა დავუმატოთ და ამ შემთხვევაში ის გახდება ფრუქტოზა 1,6 bis ფოსფატი.
შემთხვევაში რა ხდება? ჩვენ უკვე გვქონდა ფრუქტოზას მოლეკულაზე მე-6 ნახშირბადის ატომზე ფოსფატის იონი დამატებული. ჩვენ ახლა ამას კიდევ ვუმატებთ ერთ ფოსფატის იონს, მაგრამ სად ვუმატებთ? პირველ ნახშირბადის ატომზე ხდება ამ ფოსფატის იონის დამატება, შესაბამისად გახდება ფრუქტოზა 1,6 ეს რიცხვები მიუთითებენ რომელ ნახშირბადის ატომზე არის ფოსფატის იონი დამატებული და რადგან ორი ფოსფატი გვაქვს ამ შემთხვევაში, ჩვენ უკვე გვექნება bis ფოსფატი, იმიტომ რომ bis ნიშნავს 2-ს. ანუ შემდეგი მოლეკულა ჩვენ გვაქვს ფრუქტოზა 1,6 bis ფოსფატი. აი აქედან უკვე რა ხდება? აქედან უკვე ფრუქტოზა 1,6 bis ფოსფატი, ანუ 6 ნახშირბადიანი მოლეკულა ჩვენ უნდა გავყოთ ორ მოლეკულას, რომელსაც აქვს 3 ნახშირბადი. ეს 3 ნახშირბადიანი მოლეკულები იქნება დიჰიდროქსი აცეტონ ფოსფატი და გლიცერალდეჰიდ 3 ფოსფატი. ამას უკვე მეორე მხარეს გავახსენებთ. მაგრამ რომელი ენზიმი, რომელი ფერმენტი განაპირობებს ფრუქტოზა 6 ფოსფატის გარდაქმნას ფრუქტოზა 1,6 bis ფოსფატად. ანუ ჩვენ ამ შემთხვევაში რას ვაკეთებთ? ჩვენ ვაკეთებთ იმას, რომ ისევ ერთი ფოსფატი უნდა დავუმატოთ, ხო? ამიტომ რომელი ფერმენტი უნდა იყოს ამ შემთხვევაში, რომელმაც უნდა დავუმატოთ ერთი ფერმენტი? უნდა იყოს, მას უნდა ერქვას კინაზა, ხო? მაგრამ რა ქვია ამ კინაზას? ჩვენ გვაქვს ფოსფატი, ანუ ფოსფო, ფრუქტო, გვაქვს ასევე ფრუქტოზა, ანუ ფრუქტო და ის რასაც ენზიმი, ანუ ფერმენტი აკეთებს, ანუ ფოსფატის დამატება, ხო? რომელი ენზიმი აკეთებს ამას? კინაზა. ანუ რომელი ფერმენტი ახორციელებს ამ პროცესს? ფოსფო, ფრუქტო, კინაზა 1. ფოსფო, ფრუქტო, კინაზა 1. იმიტომ რომ არსებობს კიდევ ფოსფო, ფრუქტო, კინაზა 2, რომელიც ფრუქტოზა 6 ფოსფატს გარდაქმნის ფრუქტოზა 2,6 bis ფოსფატად. ისიც მნიშვნელოვანია, მაგრამ ამ შემთხვევაში ჯერ მივყვეთ მოვლენა და თანმიმდევრობას. მოკლედ, გლუკოზიდან არობენ გლუკოზა 6 ფოსფატი, აქაც კინაზა გვეხმარება, შემდეგ იზომერაზა, შემდეგ ფრუქტოზა 6 ფოსფატიდან ისევ დავუმატეთ ერთი ფოსფატი და ჩვენ გვაქვს უკვე ფრუქტოზა 1,6 bis ფოსფატი და აქაც კინაზა გვეხმარება. ფოსფო, ფრუქტო, კინაზა 1. ხოლო აქედან უკვე ჩვენ უნდა გავჭრათ ეს 6 ნახშირბადიანი მოლეკულა ორ ნაწილად და 3 ნახშირბადიანი მოლეკულები მივიღოთ. 2 3 ნახშირბადიანი მოლეკულა. ეს არის დიჰიდროქსი აცეტონ ფოსფატი და გლიცერალდეჰიდ 3 ფოსფატი. და ამას აკეთებს ფერმენტი, რომელსაც ქვია ალდოლაზა და თუ ჩვენ ვართ ღვიძლის შემთხვევაში დავლაპარაკობთ ანუ ღვიძლის მიმდინარე პროცესებზე, ეს იქნება ალდოლაზა B. ეს არის გლიკოლიზის პირველი ნახევარი. ეს არის ის ნახევარი, სადაც ჩვენ გვჭირდება ენერგიის ინვესტიცია. აი ინვესტიცია გლიკოლიზის ისევე არის, როგორც ნამდვილი ფულის ინვესტიცია, ანუ რაღაც ნაწილი ფულის უნდა ჩადო, ასე ვთქვათ, რომ შემდეგ უფრო მეტი ამოიღო, ხო? გლიკოლიზიც ასევე არის. რაღაც ნაწილი ენერგიის, ანუ ატეების მოლეკულების უნდა ჩადო, რომ შემდეგ შედეგად უფრო მეტი ატეების მოლეკულა მიიღო. ანუ ამ შემთხვევაში ჩვენ ძალიან მარტივად რომ დავამახსოვროთ და ძალიან მარტივი ამის გაგებაც და დამახსოვრებაც, სად ჭირდება ენერგიის ინვესტიცია. ენერგიის ინვესტიცია ჩვენ გვჭირდება, აი ძალიან მარტივად რომ დავამახსოვროთ იმ ადგილებში, სადაც ჩვენ მოლეკულას ვუმატებთ დამატებით ფოსფატს. იმიტომ რომ ჩვენ როდესაც ვქმნით ბმას, ბიოქიმიურ ბმას ფოსფატის იონთან, ეს ბმა არის დიდი ენერგიის შემცველი ბმა. და თუ ამ ბმაში ენერგია ჩავდეთ, ჩვენ მას ისე ვერ შევქმნით. ამიტომ მარტივად რომ დავამახსოვროთ იმ ადგილებში, სადაც ჩვენ გვჭირდება ფოსფატის დამატება, ზუსტად იმ ადგილებში უნდა დავაკეთოთ ატეიფის, ანუ ენერგიის ინვესტიცია. ანუ რა ხდება? გლუკოზას ვუმატებთ გლუკოზა 6 ფოსფატს, ანუ ერთ ფოსფატის დამატება გვჭირდება აქ, ანუ აქ ჩვენ გვჭირდება
ATP-ის ინვესტიცია. და რა ხდება? ATP გასცემს, ანუ ATP არის ადენოზინ ტრიფოსფატი, ხო? ანუ 3 ფოსფატის მოლეკულასთან არის დაკავშირებული, 3 ფოსფატის იონთან არის დაკავშირებული. ერთ ფოსფატს გასცემს და გარდაიქმნება ADP, ანუ ადენოზინ დიფოსფატად, ანუ თვითონ დაიტოვებს ფოსფატის 2 იონი. ხოლო ერთ ფოსფატის მოლეკულას გადასცემს გლუკოზას და ის გახდება გლუკოზა 6 ფოსფატი. ხოლო მეორე სად იქნება, ანუ მნიშვნელოვანი სად შეიძლება რომ დამჭირდეს კიდევ ATP ამ შემთხვევაში ენერგიის ინვესტიცია. რა თქმა უნდა, რა ფრუქტოზა 6 ფოსფატი, სადაც გარდაიქმნება ფრუქტოზა 1 ბისფოსფატად, ანუ მას იმატება კიდევ ერთი ფოსფატი. ანუ ზუსტად აქ გვჭირდება ჩვენ ენერგიის ინვესტიცია და აქაც ATP უნდა ჩავდოთ ასე ვთქვათ ამ საქმეში, გავაკეთოთ ინვესტიცია და შედეგად მივიღოთ ADP. ანუ ჩვენ გვაქვს ორი ასე იგი რეაქცია, რომლის დროსაც ჩვენ გვჭირდება ენერგიის ინვესტიცია. ეხლა რა ხდება? მას შემდეგ უკვე რაც მივიღეთ ორი სამნახშირბადიანი მოლეკულა. ეს არის დიჰიდროქსიაცეტონფოსფატი და გლიცერალდეჰიდი 3 ფოსფატი. მათ შეუძლიათ ერთმანეთთან გადაქმნა. მათ ისინი ორივე სამნახშირბადიანი მოლეკულები არიან და მათ შეუძლიათ რომ ერთმანეთში ადვილად გადაიქმნან. ერთმანეთში ადვილად გადავიდნენ. ვაგრძელებთ. მოკლედ, ჩვენ ენერგიის ინვესტიციის ფაზა დავასრულეთ, ანუ გლუკოზის პირველი ნახევარი და შედეგად მივიღეთ გლიცერალდეჰიდი 3 ფოსფატი. მაგრამ დავახსენოთ, რომ ჩვენ აქ გვაქვს უკვე ორი გლიცერალდეჰიდი 3 ფოსფატი ერთის ნაცვლად. რატო? იმიტომ რომ ჩვენ ვთქვით, დიჰიდროქსიაცეტონფოსფატი და გლიცერალდეჰიდი 3 ფოსფატი ერთმანეთში გადადიან, შეუძლიათ ერთმანეთში ადვილად გადაქმნა და ამიტომაც ჩვენ შეგვიძლია თეორიულად ვთქვათ, თავთვალოთ, რომ ერთის ნაცვლად ჩვენ გვაქვს აქ უკვე ორი გლიცერალდეჰიდი 3 ფოსფატი. ამიტომ აქედან მოყოლებული რასაც წარმოგვიდგენთ, ჩვენ ყველაფერი უნდა გავამრავლოთ ორად. რა ხდება შემდეგ? გლიცერალდეჰიდი 3 ფოსფატი გადაიქმნება მოლეკულად, რომელსაც ქვია 1,3 ბისფოსფოგლიცერატი. მაგრამ ჩვენ ვთქვით, რომ ერთი ფოსფატიდან როდესაც მეორე ფოსფატს დავამატებთ, აქ ენერგია არის საჭირო. მაგრამ ჩვენ უკვე ATP-ის და ენერგიის ინვესტიციის ფაზა დავასრულეთ. ამიტომ რა ხდება ახლა აქ ამ შემთხვევაში? ფერმენტი, რომელიც ასტიმულირებს ამ რეაქციას, კატალიზებას უწოდებს ამ რეაქციას, მას ეწოდება გლიცერალდეჰიდი 3 ფოსფატ დეჰიდროგენაზა. მაგრამ ჩვენ გავიაზროთ რა არის დეჰიდროგენაზა. თვითონ ფერმენტის სახელწოდება რას ქვია? დეჰიდროგენაზებს ჩვენ ვუწოდებთ ფერმენტებს, რომლებიც ასრულებენ ოქსიდაცია-რედუქციის რეაქციას. და რა არის ეს ოქსიდაცია-რედუქციის რეაქციები? ოქსიდაცია და რედუქცია არის ელექტრონის გაცემა ან ელექტრონის მიღება და ადვილად რომ დავიმახსოვროთ. რედუქცია, ანუ reducing ნიშნავს იმას, რომ როგორ შევამციროთ ჩემი მუხტი, ხო? როგორ შემიძლია რომ შევამციროთ ჩემი მუხტი? მე შემიძლია ჩემი მუხტი შევამციროთ, თუ კი მე მივიღებ უარყოფით მუხტს. ანუ ელექტრონებს თუ კი მე მივიღებ, ჩემი მუხტი შემცირდება. ასე შეგვიძლია რომ დავიმახსოვროთ ეს ყველაფერი. ამიტომ რედუქცია ნიშნავს ელექტრონების მიღებას. ხოლო ოქსიდაცია მისი საპირისპირო პროცესია და ოქსიდაცია ნიშნავს ელექტრონების გაცემას. ანუ თუ დეჰიდროგენაზა არის აქ გარეული, რა უნდა მოხდეს? გლიცერალდეჰიდი 3 ფოსფატი უნდა იყოს გარეული ოქსიდაცია-რედუქციის რეაქციებში. და რა გვეხმარება ჩვენ ამ შემთხვევაში? ამ შემთხვევაში ჩვენ გვეხმარება ციტოზოში არსებული NAD, ანუ ნიკოტინამიდ ადენი დინუკლეოტიდი ქვია მოლეკულა, რომელსაც შეუძლია რომ ელექტრონები მიიღოს.
და ელექტრონებთან ერთად ასევე ჩვენ მას მივცემთ ჰიდრიდ იონებს. ანუ ნადი გარდაიქმნება ნად-აშად. დავიმახსოვროთ, სადაც ნადი და ნად-აში მონაწილეობს ყველგან ასევე ნატრიაში, რომელიც სხვა მოლეკულა არის და ერთმანეთში არ უნდა აგვერიოს, სხვადასხვა ფუნქციები აქვს, სხვადასხვა ბიოქიმიურ რეაქციებში მონაწილეობენ, მაგრამ რადგან ისინი მონაწილეობენ ოქსიდაცია-რედუქციის რეაქციებში, ყველგან ფერმენტი იქნება დეჰიდროგენაზა. ფაქტობრივად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ დეჰიდროგენაზა იქნება ფერმენტი ყველგან, სადაც ნადაში და ნატრიაში მონაწილეობს. ამიტომ, აქ რა ხდება? გლიცერატების სამფოსფატი განიცდის ოქსიდაციას, ანუ გასცემს ელექტრონებს და ამ ელექტრონებსა ჰიდრიდ იონებსაც მიიღებს ნადი, გადაექმნება ნად-აშად და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ნად-აში შემდეგ მიდის მიტოქონდრიასთან, გადააბარებს ამ ელექტრონებს და ჰიდრიდ იონებს მიტოქონდრიაში არსებულ მოლეკულებს, რომლებიც უკვე ელექტრონ ტრანსპორტში მონაწილეობენ და იქ კიდევ უფრო მეტი ენერგიის წარმოქმნა მოხდება აქედან გამომდინარე, მაგრამ ეს სხვა საგრძელო თემაა. აი ამ შემთხვევაში გამოყოფილი ენერგიის საშუალებით კი ასტიმულირებთ იმას, რომ ციტოზოში არსებული არაორგანული ფოსფატი დაემატება გლიცერატების საფოსფატს და შედეგად ჩვენ მივიღებთ 1,3 ბისფოსფოგლიცერატს. ანუ ეს ერთი ფოსფატის მოლეკულა არ არის ATP-დან წამოსული, არამედ ეს არის არაორგანული ფოსფატის დამატებით მიღებული. რა ხდება შემდეგ? ამის შემდეგ უკვე ჩვენ 1,3 ბისფოსფოგლიცერატს გარდავქმნით 3 ფოსფოგლიცერატს. და საინტერესო რა არის? ანუ ამ შემთხვევაში ჩვენ ხომ ვთქვით, რომ ფერმენტი კინაზა უმატებს, ასე ვთქვათ, უმატებს მოლეკულას ფოსფატის ჯგუფს. მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ 1,3 ბისფოსფოგლიცერატიდან მივიღებთ 3 ფოსფოგლიცერატს. ნუ უნდა ვთქვათ, რომ ეს რეაქცია როგორც სხვა რეაქციები და ამას ბოლოს ვიტყვით, გადაუყვებით გლიკოზის. ეს არის რევერსიული რეაქცია, ანუ შეიძლება მისი შებრუნება, ასე ვთქვათ, და ფერმენტი, რომელსაც ეს აკეთებს, ან ერთი მიმართულებით, ან მეორე მიმართულებით, მას ჰქვია ფოსფოგლიცერატ კინაზა. ნუ, უფრო ლოგიკურია, ფოსფოგლიცერატ კინაზა სამ ფოსფოგლიცერატზე ამატებს ერთ ფოსფატს და 1,3 ფოსფოგლიცერატი გახდება. კი ბატონო, ასეც აკეთებს, ეს ფუნქციაც აქვს გლუკონეოგენეზში, მაგრამ გლიკოზიდში პირიქით ამიმართულებით მუშაობს, მაგრამ სახელი მაინც უნარჩუნდება. ფოსფოგლიცერატ კინაზა, ანუ 1,3 ბისფოსფოგლიცერატიდან ის გადაქმნის 3 ფოსფოგლიცერატად. შემდეგი მოქმედება რაც ხდება, არის ის, რომ 3 ფოსფოგლიცერატი გარდაიქმნება 2 ფოსფოგლიცერატად. ანუ, რას ნიშნავს? ფოსფატის ჯგუფი ერთი ნახშირბადიდან მესამე ნახშირბადიდან გადაადგილდება მეორე ნახშირბადზე. და ფერმენტი, რომელიც აკეთებს აი მოლეკულის შიგნით ფოსფატის ჯგუფის გადატანას ერთი ნახშირბადიდან მეორე ნახშირბადზე, მაგ ფერმენტს ეწოდება მუტაზა. ანუ ამ შემთხვევაში რა იქნება? ფერმენტის სახელწოდება უნდა იყოს ფოსფოგლიცერატ მუტაზა. იმიტომ რომ ის მოქმედებს ფოსფოგლიცერატზე, მაგრამ რას აკეთებს? ფოსფატის ჯგუფს ერთი ნახშირბადიდან გადაიტანს მეორე ნახშირბადზე. ანუ მოლეკულის ერთი ადგილიდან გადაიტანს მოლეკულის მეორე ნახშირბადზე. რა ხდება შემდეგ? შემდეგ უკვე 2 ფოსფოგლიცერატიდან ჩვენ უნდა მივიღოთ ფოსფოინოლ პირუვატი.
უკვე ფოსფორული პიროვატიდან ჩვენ უნდა მივიღოთ პიროვატი, რომელიც არის გლიკოლიზის საბოლოო და ძალიან მნიშვნელოვანი პროდუქტი. რომელი ფერმენტი გარდაქმნის ორი ფოსფოგლიცერატს ფოსფოენოლ პიროვატად. ამ შემთხვევაში ეს ბოლო საფეხურები ცოტა ჩუდეკი არის, იმიტომ რომ ამ ფერმენტების სახელები გამომდინარეობს პროდუქტებიდან არის დარქმეული და ცოტა გამოგნეულია, ვიდრე სუბსტრატებიდან. როდესაც ჩვენ გვაქვს მაგალითად გლუკოკინაზა, ვიცით რომ გლუკოზაზე მოქმედებს და გამოდებს ფოსფატს, მაგრამ აქ ცოტა სხვა პირიქით არის, ანუ პროდუქტების მიხედვით აქვს დარქმეული ფერმენტების სახელები. ანუ ამ შემთხვევაში ფერმენტი, რომელიც ორი ფოსფოგლიცერატს გადაქმნის ფოსფოენოლ პიროვატად, არის ენოლაზა. თუმცა მას ასევე შეუძლია, რომ საპირისპირო რეაქცია აკეთოს. ეს რეაქციაც არის იგი შებრუნებადი რეაქცია. ანუ რა ხდება ამ შემთხვევაში? ამ შემთხვევაში ორი ფოსფოგლიცერატიდან ჩვენ ვაკეთებთ მისგან წყლის მოლეკულის გამოთავისუფლებას და შესაბამისად კარბონებს შორის და ნახშირწყლებს შორის გამეფება ორმაგიბმა და დაკავშირებული არის ჰიდროქსიდი. თუმცა ჩვენ ეს დეტალურად არ გვჭირდება, მაგრამ წყალი გამოიყოფა და ორი ფოსფოგლიცერატიდან წარმოიქმნება ფოსფოენოლ პიროვატი. ენოლი ეწოდება ზუსტად იმ ნაწილს, ასე ვთქვათ, ნივთიერების, სადაც ნახშირწყლებს შორის ორმაგიბმა არის და შემდეგ ის დაკავშირებული არის ჰიდროქსილ ჯგუფთან. ანუ წარმოიქმნება ენოლი. ენოლაზას საშუალებით ორი ფოსფოგლიცერატი და წარმოიქმნება ფოსფოენოლ პიროვატი. მაგრამ რა ხდება შემდეგ? ფოსფოენოლ პიროვატიდან ჩვენ უნდა მივიღოთ პიროვატი. ხო? ანუ ამ შემთხვევაში ენოლ ჯგუფიც ასე ვთქვათ, მოსწოდება, თუმცა ეს ჩვენ ნაკლებად გვაინტერესებს. რა ხდება? ფოსფატის ჯგუფი მოცილდება, ხო? ანუ თუ ფოსფატი მოცილდება, რა ვთქვით ჩვენ? ჩვენ ენერგია უნდა მივიღოთ ამ შემთხვევაში. ანუ რა მოხდება? აქ ADP მოვა, ფოსფატის ჯგუფს აიღებს და გარდაიქმნება ATP. და სამაგეროდ ჩვენ მივიღებთ პიროვატს, რომელიც არის გლიკოლიზის საბოლოო პროდუქტი და მას შეუძლია უკვე რამდენიმე გზით წავიდეთ. მაგრამ ახლა რა ხდება? რა არის ჩვენი საბოლოო პროდუქტები გლიკოლიზი, ხო? პირველ რიგში ჩვენ მასში ჩავდეთ ინვესტიციის სახით ორი ეტაპი, მაგრამ რა გავაკეთეთ შემდეგ? პირველ რიგში გლიცერალდეჰიდ 3 ფოსფატიდან ოქსიდაციის რეაქციით მივიღეთ NADH. და ეს რას ნიშნავს? მას შეუძლია რომ მიტოქონდრიასთან წავიდეს და ელექტრონების გადაცემის გზით შემდეგ მიტოქონდრიაში ელექტრონების სატრანსპორტო ჯაჭვის მეშვეობით მივიღოთ კიდევ უფრო მეტი ენერგია. მაგრამ ამის გარდა რა ვქნით? ახლა ვაკვირდით, 1-3 ფოსფოგლიცერატიდან ჩვენ მივიღეთ 3 ფოსფოგლიცერატი. ანუ 1 ფოსფატი გავაცით. აქაც ADP მოვიდა, 1 ფოსფატი მითვისა და გადაიქმნა ADP. ADP. ანუ ჩვენ ერთი მოლეკულა ADP დავასინთეზეთ, მაშინ როდესაც 1-3 ფოსფოგლიცერატი გადავქმნით 3 ფოსფოგლიცერატად, 1 ფოსფატი გავეცით და მეორე ADP დავასინთეზეთ, მაშინ როდესაც ფოსფოენოლ პიროვატი გადავქმნით პიროვატად. ანუ ფოსფო 1 ფოსფატი კიდევ გავეცით. ანუ საბოლოო ჯამში ჩვენ 1 გლიცერალდეჰიდ 3 ფოსფატიდან მივიღეთ 2 მოლეკულა ADP. მაგრამ ჩვენ ხომ გვახსოვს რომ ჩვენ 1 გლუკოზიდან გვქონდა 2 გლიცერალდეჰიდ 3 ფოსფატი. ამიტომ ეს ყველაფერი ახლა 2-ზე უნდა გადავამრავლოთ და შესაბამისად ჩვენ მივიღეთ 4 მოლეკულა ATP და 2 მოლეკულა NADH, ანუ დადაში. შესაბამისად ჩვენი ინვესტიცია, იმიტომ რომ 2 ATP ჩავდეთ ამ პროცესში, გამართლდა იმით, რომ საბოლოო ჯამში მივიღეთ 4 ATP და პლუს კიდევ მივიღეთ 2 NADH მოლეკულა. ის შემდეგ წავა მიტოქონდრიაში და ხელს შეუწყობს რომ კიდევ უფრო მეტი ATP დასინთეზდეს.
ახლა კი ბოლოს ჩვენ განვიხილოთ როგორ რეგულირდება გლიკოლიზი და ამისთვის მე წავშალე ეს რეაქციები და კარგად გამოვხატოთ რომელი არის შეგრძნებადი რეაქციები და რომელი არის შეუხსნელი რეაქციები. მოკლედ შეუხსნელი რეაქციებს პირველად ახლა ლურჯი ფერის ისრით, ხოლო შეგრძნებადი რეაქციებს ორივე მიმართულების თეთრი ფერის ისრით. პირველი მოკლედ გლუკოზა არ დაიბრუნება გლუკოზის ფოსფატად, აქ ხდება ენერგიის ინვესტიცია და ეს რეაქცია არის შეუცვლელი. შემდეგი შეუცვლელი რეაქცია, რომელიც ჩვენ გვაქვს, არის ეგრეთ წოდებული rate limiting, რასაც ეწოდება ინგლისურად, ანუ სიჩქარის მალიმიტირებელი სიჩქარის შემოსხდელი რეაქცია. და ეს არის რეაქცია, სადაც ჭირდება მეორე ატეიპის ინვესტიცია. ანუ ფრუქტოზა 1 ფოსფატიდან ფრუქტოზა 1 ბისფოსფატის მიღება. ხოლო მესამე რეაქცია, რომელიც ასევე არის შეუცვლელი, ეს არის ფოსფორენოლ პირუატიდან პირუატის მიღება, რომელიც ხდება M1 კინაზას საშუალებით. რადგან ეს ფერმენტი ბოლოს გამორჩა, არადა უმნიშვნელოვანესი ფერმენტია, უბრალოდ მინდა სახელზე გავამახვილო ყურადღება. წესით პირუატ კინაზა, როგორც ვიცით, ამ წესის მიხედვით, პირუატზე უნდა ამატებდეს ფოსფატს, მაგრამ აქ რა ხდება, ეს არის რომ პირუატი იმდენად მნიშვნელოვანი პროდუქტია, რომ ფერმენტს სახელი დაარქვეს პროდუქტის მიხედვით და არა სუბსტრატის მიხედვით. და ეს არის შეუცვლელი რეაქცია და პირუატ კინაზა სტიმულირებს აკატალიზებს რეაქციას, სადაც ფოსფორენოლ პირუატიდან ფოსფატს მოაცილებს და მას გადაქმნის პირუატად. და ეს არის ბოლო უმნიშვნელოვანესი რეაქცია გლიკოლიზის. პირუატს უკვე შეუძლია რომ რამდენიმე გზა აერჩიოს და რამდენიმე მიმართულებით წავიდეს. იმის მიხედვით ორგანიზმში რა მდგომარეობა არის, ანაერობული, აერობული მდგომარეობა და ასე შემდეგ. დანარჩენი რეაქციები არის შეგრძნებადი რეაქციები, იზომერიზაცია. შეგრძნებადი რეაქცია არის ასევე ფრუქტოზა 1 ფოსფატის დახლეჩა 2 შეგრძნებადი რეაქცია არის. აქ რეაქციები ყველა შეგრძნებადია. ეს რეაქციები ყველა ერთმანეთის შეგრძნებადია. ახლა რა არეგულირებს ამ რეაქციებს? ანუ ჩვენ რა გჭირდება? რა დროს გჭირდება გლიკოლიზი? გლიკოლიზი გჭირდება იმ შემთხვევაში, თუ კი ჩვენ ენერგიის წარმოქმნა გჭირდება, ხო? ხოლო არ გჭირდება იმ შემთხვევაში, თუ კი საკმარისად მეტი გვაქვს ენერგია. ამიტომ ჩვენ ფოსფორფრუქტოკინაზა 1 მაგალითად შეგვიძლია რომ დავაინჰიბიროთ იმ შემთხვევაში, თუ გვაქვს ჩვენ დიდი რაოდენობით ატები. გარდა ამისა, არსებობს ეგეთი მოლეკულა ციტრატი, რომელიც წარმოიქმნება ტრიკარბოქსილის მჟავას ციკლში. როგორც ვიცით, გლიკოლიზის შემდეგი ეტაპი არის ტრიკარბოქსილის მჟავას ციკლი, იმ შემთხვევაში, თუ კი ორგანიზმში არის აერობული მდგომარეობა. ამიტომ ციტრატის არსებობა რას ნიშნავს? ციტრატის არსებობა ნიშნავს, რომ ჩვენ უკვე ჩავატარებთ დიდი რაოდენობით გლიკოლიზი და ის შევიდა ტრიკარბოქსილის მჟავის ციკლში, ანუ შემდეგ ეტაპზე ვართ გადასული. და უკვე ახამდე ყველაფერი მიზანად გვაქვს. ეს ნიშნავს, რომ მეტი გლიკოლიზი აღარ გჭირდება. ამიტომ ციტრატი აინჰიბირებს გლიკოლიზის მიმდინარეობას ფოსფორფრუქტოკინაზა 1-ის დაინჰიბირების საშუალებით. რაც შეეხება მეორე ვარიანტს, როდის გავაქტიუროთ ეს ფოსფორფრუქტოკინაზა. პირველი რასაკვირველია იმ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ გვაქვს ენერგიის დეფიციტი. ენერგიის დეფიციტზე მივდივართ AMP-ის არსებობა, ანუ თუ ATP, ATP დიდი რაოდენობით ენერგიაზე მეტყველებს, AMP, ანუ უკვე ორივე ფოსფატი რომ დაკარგული აქვს, მივდივართ იმაზე, რომ ჩვენთან ენერგიისგან გამომდიდრდა ორგანიზმმა, ენერგოდეფიციტია შექმნილი. ამიტომ AMP აქტიურებს ფოსფორფრუქტოკინაზას და შესაბამისად აქტიურებს გლიკოლიზს იმისთვის, რომ წარმოქმნათ ATP გლუკოზიდან. ხოლო მეორე მოლეკულა, რომელიც ფოსფორფრუქტოკინაზას აქტიურებს, იქნება ფრუქტოზა 2,6 ბისფოსფატი. გახსოვთ ჩვენ მასალას, რომ ფოსფორფრუქტოკინაზა 1-ის გარდა არსებობს კიდევ ფოსფორფრუქტოკინაზა 2 და ის ფრუქტოზა 1 ფოსფატს გადაქმნის ფრუქტოზა 2,6 ბისფოსფატად. ანუ პირველი ნახშირბადის ნაცვლად მეორე ნახშირბადზე უმეტებს ფოსფატის ჯგუფს.
ანუ ეს რაც ნიშნავს, რომ ჩვენ გვაქვს საკმარისი სუბსტრატები, ჩვენ გვაქვს სუბსტრატების სიჭარბე და ის ჩვენ შეგვიძლია თავაგრძელოთ გლიკოლიზიდან ამ სუბსტრატებიდან ენერგია წარმოქმნათ. ასე დავუმახსოვროთ მოკლედ ფრუქტოზა 1 ფოსფატებიდან წარმოიქმნება, შეიძლება ან ფრუქტოზა 1 ფოსფატად გადაიღოს, ან ფრუქტოზა 2 ფოსფატად, მაგრამ ორივე შემთხვევაში ეს ნიშნავს იმას, რომ ანუ ამ შემთხვევაში კი ფრუქტოზა 2 ფოსფატი გვაქვს ნიშნავს იმას, რომ გლუკოზიდან ყველა ეს სუბსტრატი გლიკოლიზის პირველი ეტაპების ჩვენ სიჭარბე გვაქვს, ამიტომ ისინი აქტიურობს ფოსფოფრუქტოკინაზას, იმისთვის რომ დავაგრძელოთ გლიკოლიზის მიმდინარეობა და სამოჯამში წარმოქმნეთ ენერგია. Დაჭირდება ბოლო ელემენტს პირველად კინაზას. პირველად კინაზა ასევე რა თქმა უნდა ენერგიას ატარებს. იმიტომ რომ ჩვენ თუ გვაქვს ენერგიის სიჭარბე, ახლა გვჭირდება გლიკოლიზი, ხო? იგივე მეთოდია. ხოლო მის აქტიურებას იწვევს ფრუქტოზა 1,6 ფოსფატი. ანუ თუ ჩვენ გვაქვს გლიკოლიზის სუბსტრატი, ის ცდილობს, რომ გლიკოლიზი ბოლომდე მიიყვანოს, ბოლომდე დაასრულოს. და ამიტომაც ფრუქტოზა 1,6 ფოსფატი აქტიურებს პირველად კინაზას და საბოლოო ჯამში გლიკოლიზი მიდის ბოლომდე დასრულდება. რაც შეეხება გლუკოკინაზას, ის ყველაზე ხშირად გააქტიურდება მაშინ, როდესაც გვაქვს გლუკოზის სიჭარბე. ანუ სუბსტრატით სტიმულირებული გააქტიურება ხდება გლუკოკინაზას მიმართ. ეს იყო გლიკოლიზი. პროცესი, საიდან არის ჩვენ გლუკოზას უშლით და შედეგად მივიღებთ ენერგიის მოლეკულებს. დავუმახსოვროთ, რომ გლიკოლიზი იყოფა ენერგიის ინვესტიციის ფაზად, სადაც ჩვენ ჩავდებთ 2 ATP-ის მოლეკულას ინვესტიციაში, ხოლო შედეგად ჩვენ მივიღებთ 4 ATP-ის მოლეკულას და 2 NADH მოლეკულას, რომელსაც ასევე შეუძლია, რომ მოლში ენერგიის წარმოქმნაში მიიღოს მონაწილეობა. საბოლოო პროდუქტი გლიკოლიზის არის პირველადი, რომელსაც შეუძლია აერჩიოს რამდენიმე გზიდან ერთი და ამ გზებზე უკვე სხვა ვიდეოში ვისაუბრებთ.